მოგესალმებით. ოდესმე დაფიქრებულ ხართ, რატომ ითვლება საქონლის ხორცის ერთი ნაწერი პრემიუმ პროდუქტად, მეორე კი, უბრალოდ ჩვეულებრივ ხორცად. აი ამ გარჩევაში ჩვენ ზუსტად იმ მეცნიერებას ჩაუღმავდებით, რომელიც პირდაპირ აკავშირებს ხარისხს და რა თქმა უნდა მომგებიანობას. მოდით პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. შეხედეთ ამ ორ ნაჭერს. რა არის მათ შორის რეალური ეკონომიკური სხვაობა? ერთი შეხედვითაც ხომ ნათელია, რომ განსხვავება უზარმაზერია. მაგრამ საქმე მარტო იმაში არაა, რომელი უფრო ლამაზად გამოიყურება. იცით, ეს სხვაობა ფასში შეიძლება 2 მაგ ან სულაც 3 მაგ სხვაობას ნიშნავდეს. ხო და მოდით გავარკვიოთ, რა დგას ამ ყველაფრის უკან. და პირველი, რასაც უნდა ჩაუღრმავდეთ, ეს არის ქონის ფერი. დიახ, სწორედ ქონის ფერი. მოდით ვნახოთ, რატომ არის ეს ერთი და ერთი შეხედვით მარტივი დეტალი ხარისხისა და საბოლოო ფასის ასეთი კრიტიკული მაჩვენებელი. აი, აქ განსხვავება მერწმუნეთ მარტო კოსმეტიკური ნამდვილად არ არის. ეს არის წმინდა ბიოლოგია და ფინანსები. ვნახოთ, ყვითელი ქონი რას გვეუბნება? ეს არის კაროტინოიდების ნიშანი, რომელიც ცხოველმა საძოვრიდან მიიღო, მაგრამ ხშირად ეს იმასაც ნიშნავს, რომ მარცვლეულს კარგად ვერ ინელებს. მეორე მხრივ გვაქვს თეთრი მარმარილოსებრი ქონი. ეს უკვე სხვა ამბავია. ეს არის ნიშანი მაღალ ენერგეტიკული სწორად დასრულებული კვების, ანუ იმის, რომ ცხოველმა საკვები ნივთიერებები მაქსიმალურად ეფექტურად აითვისა. კარგი, გასაგებია, რომ თეთრი ქონი უკეთესია. მაგრამ როგორ მივიდეთ აქამდე? აი, ამ საიდუმლოს ამოსახსნელად ჩვენ მოგვიწევს, რომ პირდაპირ ძროხის მომნელებელ სისტემაში ჩავიხედოთ. ყველაფრის ცენტრი არის ფაშვი. წარმოიდგინეთ, ეს არის ცხოველის უზარმაზარი ბუნებრივი ფერმენტაციის კამერა. მაგრამ აი აქ გვაქვს მთავარი პრობლემა. ტრადიციული მარცვლეულის გარსი ფაქტობრივად ჯავშანივითაა. ის უბრალოდ ბლოკავს შიგნით არსებულ ყველა სასარგებლო ნივთიერებას. ანუ, რას ნიშნავს ეს? ეს მოუნელებელი ლიგნოცელულოზური ბარიერი მარტივად რომ თქვათ ნიშნავს, რომ უძვირფასესი ცილები და ენერგია ცხოველის ორგანიზმში ისე გადის, რომ ფუჩად იკარგება. და შედეგი? არაეფექტური ზრდა და რა თქმა უნდა დაბალი ხარისხის ხორცი. კარგი, პრობლემა გასაგებია. და რა არის გამოსავალი? როგორ უმკლავდებით ამ ბუნებრივ ბარიერს? პასუხი, როგორც ხშირად ხდება, ტექნოლოგიაშია. და ინოვაცია. იცით, საკმაოდ მარტივი, მაგრამ ამავდროულად ძალიან მძლავრია. ჩვენ უბრალოდ ვამსხვრევთ მარცვლის დამცავ აბჯარს. Zero Waste Agro-ს Hammer Mill ტექნოლოგია, რასაც აკეთებს, არის ის, რომ ფიზიკურად ანადგურებს ამ გარსს. შედეგად, ფაშვის მიკრობებს პირდაპირ წვდომა ეძლევათ შიგნით არსებულ ყველა ნუტრიენტთან. კარგი, გავათამისუფლეთ ეს ნუტრიენტები. მაგრამ რეალურად პრაქტიკაში რას გვაძლევს ეს? რამდენად ეფექტურია ეს მეთოდი სინამდვილეში? და შედეგი, მოდით ვთქვათ, რომ შთამბეჭდავია. ბიოშეღწევადობა იზრდება 3 ჯერ, ანუ 300%-ით მეტი. რას ნიშნავს ეს? ცხოველი ერთი და იგივე რაოდენობის საკვებიდან იღებს 3 ჯერ მეტ სარგებელს. წარმოგიდგენიათ ეფექტურობის ასეთი ნახტომი? მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. ეს ტექნოლოგია კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან რამეს აკეთებს. ის ქმნის განსაკუთრებული ტიპის მაღალი ხარისხის პროტეინს, რომელსაც bypass პროტეინი, ანუ RUP ქვია. მისი მთავარი ხრიკი ისაა, რომ ფაშვში კი არ იშლება, არამედ პირდაპირ ნაწლავში გადადის და იქ შეიწოვება. სწორედ ეს არის კუნთოვანი მასის ზრდის და იმ სასურველი ხარისხიანი ქონის ფორმირების გასაღები. და კიდევ ერთი პლუსი – გრილი ენერგია. ეს ტერმინი რას ნიშნავს? ეს არის ენერგია, რომელიც იცავს ცხოველის მომნელებელ სისტემას აციდოზისგან, ანუ მარტივად რო ვთქვათ, ფაშვის გადახურებისგან. საბოლოო ჯამში ეს ნიშნავს ჯამრთელ ცხოველს და, რა თქმა უნდა, ნაკლებ ვეტერინარულ ხარჯებს. კარგი, ვისაუბრეთ ბიოლოგიაზე, ტექნოლოგიაზე, მაგრამ ახლა ყველაზე მთავარი. როგორ ითარგმნება ეს ყველაფერი საბოლოო პროდუქტში, რასაც ჩვენ ვხედავთ დახლზე? აი, ზუსტად ეს არის შედეგი. შეხედეთ ამ იდეალურ თეთრ მარმარილოსებრ ქონს. ეს ხომ ხელოვნების ნიმუშს გავს და ეს იმიტომ მიიქცევა, რომ ცხოველის ორგანიზმს მივაწოდეთ ზუსტად ის სამშენებლო მასალა, რაც მას პრემიუმ ხარისხის ხორცის წარმოსაქმნელად სჭირდებოდა. და თუ უფრო კონკრეტულები ვიქნებით, ამ საკვებში არსებული პროტეინის 55%-ზე მეტი, წარმოიდგინეთ, ნახევარზე მეტი, არის სწორედ ის bypass პროტეინი, RUP. აი ეს არის სამეცნიერო გასაღები, რომელიც ხსნის პრემიუმ ხარისხის კარს. კარგი, თეორია გასაგებია, მაგრამ როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი პრაქტიკაში ყოველდღიურ ცხოვრებაში? მოდით ახლა ვნახოთ წარმატების კონკრეტული ფორმულა, ზუსტი დღიური რაციონი. აი, ეს არის ის ფორმულა. შევხედოთ, დღეში 25-30 კილოგრამის სველი, დამსხვრეული ბარდა, რომელიც გვაძლევს bypass პროტეინს და გრილ ენერგიას.
ამას ვამატებთ 3 კილოგრამ დაფქულ სიმინძს ან ქერს ინტენსიური ენერგიისთვის. შემდეგ 4 კილოგრამი ნამჯა ან დაბალი ხარისხის თივა ბალასტისთვის და მონელების დასახმარებლად. და ბოლოს 150 გრამი კალციუმის კარბონატი ძულებისთვის. ხედავთ, თითოეულ ინგრედიენტს თავისი ზუსტი დანიშნულება აქვს. ეს უბრალოდ კი არ არის კვება, ეს არის ზუსტად გათვლილი სისტემა. მოდით მოკლედ შევაჯამოთ მთავარი აზრები. პირველი, ქონის ფერი პირდაპირ კავშირშია ხორცის საბაზრო ღირებულებასთან. მეორე, ტრადიციული საკვების გარში ბლოკავს ნუტრიენტებს. მესამე, დამსხვრეული გარსის ტექნოლოგია ამ პრობლემას აგვარებს და ბიოშეღწევადობას სამჯერ ზრდის. და ბოლოს, მთავარია არიუპის, ანუ ბაიფას პროტეინის მაღალი შემცველობა და ზუსტი რაციონი. ანუ, სტრატეგია არის არა უბრალოდ ცხოველის დანაყრება, არამედ მისი გენეტიკური პოტენციალის სრულად გამოვლენა მეცნიერულად ოპტიმიზებული გეგმით. და ბოლოს, ყველაფერი ერთ ძალიან მნიშვნელოვან კითხვამდე დადის, რომელიც ალბათ საკუთარ თავს უნდა დაუსვათ. თქვენი კვების სტრატეგია უბრალოდ ხარჯია თუ ჭკვიანური ინვესტიცია? იმიტომ რომ როგორც ვნახეთ, როდესაც ფოკუსს საჭმლის მონელების ბიოლოგიაზე ვაკეთებთ, ყოველდღიური ხარჯი იქცევა პირდაპირ ინვესტიციად, რომელიც გაცილებით მაღალი ღირებულების საბოლოო პროდუქტის სახით გიბრუნდებათ.